მოგესალმებით, მეგობრებო, მინდა დღეს გესაუბროთ ტოქსიკური ურთიერთობები და კარმული ასტროლოგია როგორ მუშაობს ერთად. რა თქმა უნდა, კარმულ ასპექტებში, როცა ვსაუბრობთ, ეს არ არის, რომ ყველას ერთნაირად უნდა კონდეს, გრადაციები არის, ზოგ შეიძლება კონდეს ძალიან მსუბუქა, ზოგი პირიქით უფრო მსხვერპლი იყოს იგივე კომბინაციით, მეორე იგივე კომბინაციის ადამიანთან მიმართებაში, პირად ურთიერთობებში იქნება ეს თუ ოჯახურ ურთიერთობებში. საერთოდ ეს თემა, ძალიან ხშირად ვსაუბრობ ხოლმე ამაზე, რომ პირადი რუკა არ მეუბნება 100%-ით სცენარი როგორ იქნება, ხო? ან აქეთ არის ადამიანი, ან იქით არის, ხო? ანუ სადღაც რომელიღაც ზოგჯერ ორივე ერთად ვართ ხოლმე, ზოგჯერ აი ეს აქტიური ნაწილი, დესტრუქციული და მეორე პასიური ნაწილი მსხვერპლის, ზოგჯერ თამაშდება ხოლმე, როლებს ვიცვლით ხოლმე, ესეც არის. უბრალოდ ახლა წინა ვიდეოები მქონდა პირად ურთიერთობებზე. რამოდენიმე ვიდეო გავაკეთე ამაზე და ახლა მინდა უკვე სუფთა კარმული ასტროლოგიის ჭრილში ხა წინა ვიდეო იყო ფსიქოლოგიური. უფრო ფსიქოლოგია და ასტროლოგია ერთად როგორ მუშაობს, მაგრამ ახლა მინდა სუფთა ასტროლოგიურ კომბინაციებზე, კარმულ ასტროლოგიაზე გელაპარაკოთ. აი გამოკვეთილად მოდიან ხოლმე ჩემთან, მაგალითად, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელიც იყვნენ ტოქსიკურ ურთიერთობაში ნარცისთან, ესე რომ ვთქვათ, ნარცისული აშლილობის მქონე ადამიანთან და ხშირად რას ვაკვირდებით, რომ საერთოდ არ იცოდა ამ ადამიანმა, რომ ესე დესტრუქციაში იყო, ნუ ხდებოდა, დაშორდა, თქვა დესტრუქციულ ურთიერთობას, მაგრამ ის სახელი, რომ აი ეს შეიძლება ნარცისი იყოს, ეს შეიძლება რაღაც თავისი მეორე კუთხით სოციოპათი შეიძლება იყოს, მესამე შეიძლება იყოს, რა ვიცი, სხვადასხვა აშლილობის, ხო, იქ თეატრალური აშლილობა არის, მაგალითად პიროვნული აშლილობის სხვადასხვა დონე არის, ანუ უკვე გამოხატულად დესტრუქციულ ურთიერთობებში, ხო? და რაც თავარი არ აქვს ხოლმე ინფორმაცია ამაზე თუ რა ურთიერთობებში შევიდეთ. ამ დროს არის ძალიან კლასიკური მაგალითი, თუმცა აი მე როგორც ასტროლოგიური გამოცდილებით, როცა პირად რუკაში უყურებ, უკვე ვიცი რა კუთხით არის, თქვა ნარცისული ველი. იმიტომ რომ ეს ნარცისული ველი პირად რუკაში ჩანს როგორი ხასიათით არის. აი ხო არ ერთი ნარცისიზმი, ერთი ხასიათი. აი ფსიქოლოგიური манипуляტორული ნარცისიზმი, ესე რომ ვთქვათ, უფრო მე რასაც ვაკვირდებოდი ხოლმე, ეს ძალიან ისე დესტრუქციულებს, ახლა ძალიან ისე არის, მას ვქნათ, მაგრამ ძირითადად ან ლილიტი არის ხოლმე კირჩხილში, ან თარე ლილიტის შეერთება არის ხოლმე მაგალითად, ხო? ან პირიქით მსხვერპლები არიან ესეთი ფსიქოლოგიური манипуляციის, ხო? ლილიტითევზები ნაკლებად, ისინი უფრო საერთოდ სხვა კუთხით ვლინდებიან, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, გამოკვეთილად თან იქვე თუ იუპიტერი არის, ხო, საერთოდ ეს უკვე ძალიან ადიდებს ამ შტრიხს. პირველ რიგში ძალიან მოკლედ აგიხსნით რა არის, აი კონკრეტულად ნარცისიზმზე ვისაუბრებ ახლა, იმიტომ რომ ძალიან ხშირი არის ეს პირად ურთიერთობაში ნარცისული ფსიქოტიპების მიზიდვა. ნარცისიზმი ეს არის, აი ძალიან მოკლედ გეტყვით კლასიკურად, როდესაც დედის ფუნქცია, ამიტომ გითხარით, რომ კირჩხიბთან ყველაზე მეტად ახლოს არის, შავმთა როცა კირჩხიბში არის, ამის განვითარების ყველაზე მაღალი ალბათობა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ კირჩხიბი ზოგადად დედის თემასთან არის, განსაკუთრებით კაცებში ვლინდება ეს ნარცისული ველი, ლილიტი კირჩხიბის შემთხვევაში, ან თვარე ლილიტის შემთხვევაში, ან ოპოზიციაში, ან მე ხლა ძალიან გამოკვეთილ ძალიან ლილიტზე ზიან რო ვამბობ ხოლმე იმ მდებარეობას, თორე ჩვეულებრივად ახლა ეს რა თქმა უნდა ყველაზე ეს არ ვლინდება, უბრალოდ თქვენთვის მე უფრო იმისთვის გაძლევთ ამ ასტროლოგიურ ინფორმაციებს, რომ თქვენ გარშემო რა ხდება, მარტო საკუთარი თავი კი არ უნდა შევისწავლოთ, აქ უნდა შევისწავლოთ გარემო. მე მაგალითად სულ რო ცდილობდი, რომ საკუთარ თავში პრობლემები მენახა, მე აღმოჩნდა თერაპიაზე, რომ ზუსტად ნარცისები მყოლია ხშირად გვერდზე. და ნარცისების გავლენით სულ გგონია, რომ შენშია პრობლემა და არა სხვაში. და ეს რაღაც კუთხით ძალიან დამეხმარა. ამ ჩემი თავის ძიებებში სხვები ვისწავლე უფრო როგორები არიან და უფრო აქ მოხდა ჩემი ეგოს გაძლიერება, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ამ ნარცისებმა ძალიან დიდი კვალი დაამჩნიეს ჩემზე, პირად ურთიერთობებში არ მქონია ეს ნარცისული გამოცდილება, უფრო სხვა გარემოს გულისხმობა აქვს და აქედან დავიწყე მე კვლევა, რა არის ნარცისული ველი, ხო, ესე რომ ვთქვათ, ხო? და ერთი იცოდეთ, რომ როცა აქ ადამიანს რაღაც ერთი პრობლემა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს. ჩვენშიც არის რაღაცა ცოტა ნორმის ფარგლებში ყველას გვაქვს რაღაც შტრიხი.
ხო? იქ ცოტა ესეთი ნარცისულიც, იქ თეატრალურიც, ის ეგოისტურიც რაღაცები გვაქვს ჩვეულებრივ, მაგრამ როცა უკვე პათოლოგიაში გადადის, მე უფრო ამ სცენარზე გელაპარაკებთ, ხო? დედის როლთან არის აქ პრობლემა, განსაკუთრებით კაცებს ემართებათ ეს, რომ დედა თან უნდა გიყვარდეს, თან ეს ფუსტრირების მთავარი წყარო არის, ორალურ სტადიაში დარღვევებს გულისხმობდა, მაგალითად ფროიდი ამ შემთხვევაში, როცა ეს კარგი მკერდი, ცუდი მკერდი, აი მაგ პერიოდს გულისხმობდა ხოლმე ფროიდი და შემდგომ აქედან იწყება ხოლმე ამ ნარცისული ტიპაჟის სტრუქტურაში რაღაცა რღვევა და მთავარი რაც არის იცით, რომ აი ნარცისული ტიპაჟის ადამიანებს არ შეუძლიათ სიყვარული, ის ქალს ვერ ხედავს, ის ხედავს მხოლოდ ობიექტს, რომელსაც აპროეცირებს დედას და ხან თვითონ არის დედის როლში დამსჯელის როლში და პარტნიორს აცხოვრებს ბავშვის როლს, ანუ თვითონ რომელიც იყო რაღაცნაირად ცუდ მდგომარეობაში. ხან არის თვითონ ის ბავშვი და დედა უნდა იყოს აი ეს ლამაზი, ძლიერი, ვთქვათ, კარგი, მოსიყვარულე, თბილი, რისგანაც პარტნიორისგან იღებს ამ ენერგიას. უბრალოდ ეს მომენტი, რომ პარტნიორს საერთოდ სხვა ის აქვს, მას გონია, რომ თვითონ ახლა პარტნიორი რატო იზიდავს ნარცის, ხო? პარტნიორი, ქალი ამ შემთხვევაში, მას უნდა რომ იყოს ერთადერთი და გამორჩეული და ნარცის საერთოდ არ აინტერესებს, ვერც ხედავს ამ ადამიანს, ხო? ძალიან მარტივად ჩაანაცვლებს მერე სხვა ადამიანით, გაუფასურებას მოახდენს, ესე რომ ვთქვათ. ანუ აქ გვაქვს პათოლოგია იმაზე, ეხლა აი ფსიქოლოგიურად რა ხდება, ხო? ამ დროს და მართლა კარგად მაქვს ეს შესწავლილი იმდენად გაუგნებული ვიყავი წლების წინ რომ აღმოვაჩინე, რომ სამდენი ხალხი თურმე რამოდენიმეზე არის საუბარი, თურმე რა პრობლემები ქონიათ და მომინდა მე გამიზიარებინა სხვებისთვისაც, რომ ჩვენ არ გვაქვს ამაზე ინფორმაცია, ხო, ხშირად. და ურთიერთობებში რა შემოდის? წინა ვიდეოშიც ვისაუბრე ამ ნარცისულ ველზე, რომ აღფრთოვანება, რომ შენ ხარ სასწაული, გამორჩეული, გადასარევი და შემდგომ გაუფასურება, გაქრება, საერთოდ არ დარეკავს, მაგალითად არ გამოჩნდება, ხო? ანუ აი ეს ემოციური საქანელო წინა ვიდეოშიც ეს თქვი და აი ეს არის ზუსტად ფაქტიურად აცხოვრებს თავის ბავშვობას პარტნიორს. და მას კი ვერ ხედავს, ის ხედავს აბსოლუტურად, ანუ ეს პარტნიორი არის პროექცია, რაღაცა სარკე, რომელშიც უნდა გაათამაშოს მიტოვება, მიჯაჭვა, ხო? და როლები შეცვალოს. ანუ ესენი უყურებენ ობიექტს, სადაც იცხოვრებს მუდმივად, სანამ არ დაამუშავებს თავის გაგებით, თქო, ვერ ამუშავებენ ამას, თავის ბავშვობის ტრამვებს. და თვითონ ობიექტი, რომელიც მასთან არის, იმას თავის ტრამვა აქვს, რომ მას უნდა გადაარჩინოს ვიღაცა. ის აუცილებლად ნარცისის მსხვერპლი ძალიან სუსტი, მგრძნობიარე, რომანტიული, ფაქიზი, შინაგანი სამყაროსი უნდა იყოს. გარენა შეიძლება ძალიან ძლიერი ქალის საბიჭებას ტოვებდეს, ან ისე დედიკო ტიპარს, მაგრამ შიგნით უნდა იყოს რაღაც ის სისუსტე, რომელსაც გატეხავს ნარცისი. და მართლა ახერხებენ ხოლმე ამას. უბრალოდ აქ იცით რა პრობლემა არის, რომ თვითონ პარტნიორი ვერ ხვდება, რომ აქ ნარცისთან აქვს საქმე, იწყებს ეგრევე, იმიტომ რომ ნარცისი მთავარი რა არის, არ იცხოვრებს, მაგიტომ აი უფრო კირჩხიბულ ენერგიასთან არის ეს კავშირში, იმიტომ რომ შავ მთვარე კირჩხიბში ემოციების დაბლოკვა ხდება, ის ვერ გამოხატავს თავის ემოციებს და უნდა აცხოვროს სხვას ეს ემოციები. სხვათა შორის იგივე ზოგჯერ აი წყლის ლილიტებს ახასიათებს ეს, ზოგჯერ ლილიტი მორიელი შეიძლება სხვისი ემოცია იცხოვროს, აი კარგად მიიზიდოს ეს ნარცისების დესტრუქცია, ან თვითონ იყოს ესეთი, რომ აცხოვროს თავის ნეგატივში სხვები, მაგალითად, ხო, ან პროვოცირება გაუწიოს ადამიანებში, ამოიღოს რაღაც ის ემოციები, რომელიც მათი არ არის საერთოდ, ხო, ანუ პროექცია გააკეთოს და აცხოვროს ნეგატივი ვიღაცებს. ამიტომ უნდა გავარკვიოთ, ახ ხშირად იზიდავენ ხოლმე ლილიტი კირჩხიბი, ლილიტ კირჩხიბს, ხო, ეს ტანდემი რა არის, ერთი მსხვერპლი, რომელსაც უნდა ეს ემოცია მიიღოს და მეორე არ აძლევს ამ ემოციას, ხო? გარკვეულწილად. შეიძლება იყოს ლილიტი მორიელი, ერთი манипуляტორი იყოს, მეორე манипуляტორის მსხვერპლი იყოს, მაგალითად, ხო? და აი ეს არის პოლარობები, რომელიც შინაგანად გვაჩვენებს, ჩვენ რაღაცა გვაქვს დასამუშავებელი აქ, ხო, რაღაც ჩვენ თავთან აქვს გასარკვევი, უბრალოდ ეხლა წინაზეც იყო ერთი ძალიან ისეთი ძალიან ლამაზი გოგოები მოდიან ხოლმე, აი ზუსტად ნარცისების მსხვერპლის ტიპაჟს რო გავს რა და იყო აი დემორალიზებული, რომ აი ჩემი რამე ბრალი ხო არ არის და
ეს ახასიათებს ზოგადად ნარცისს, რომ აქ კიდოს ის ემოცია, რომელიც შენი არ არის საერთოდ. ანუ შენ არაფერში უეში არ ახარ, თვითონ უბრალოდ ვერ იცხოვრა ეს. აი ლილით კირჩხიბებს უფრო კარმული ასტროლოგიით აქვთ ეს, რომ ის გაყინავს თავის ემოციას, იმიტომ რომ ადრე საშიში იყო ემოციის გამოხატვა, ან ემოცია არ იყო, ის გაგებული არ იყო საერთოდ დედისგან ემოციურად, ოჯახისგან მიღებული არ იყო და ახლა უნდა აცხოვროს სხვას ეს დრამა მაგალითად, ხო? აი თუ არის აქ ლომის კომბინაცია, ან მზესთან შეერთებაში შავი მთვარე მაგალითად, ხო, ან შავი მთვარე ლომში, აი აქ თუ იმ აგრესიულ დესტრუქციას გულისხმობთ ლილიტის, აი შეიძლება ნარცისიზმი გამოვლინდეს ეგო ფუნქციაში უკვე, რომ აი სხვა თვით შეფასებაში გაანადგუროს. ის კირჩხიბი თუ ემოციურად პრესავს ადამიანს, მორიელი თუ მანიპულირებს თლიანად, ხო, ან მერვე სახლელი ავიღოთ ლილიტი მაგალითად, მანიპულირებს და ზემოქმედებას ახდენს, აცხოვრებს თავის ძაფრ ემოციებს. სხვას, აი ლომის შემთხვევაში ეს არის, რომ მე მაქსიმალურად დაგამცირებ, მაქსიმალურად გაგრძნობინებ თავს. იმად, რაც მე ვიგრძენი ოდესღაც თავი და ამით დავტკბები, რომ მე სადღაც გაუმკლავდი ჩემს შიდა დაბალ თვითშეფასებას, ხო? აი მან ცოტა სხვანაირი ის დამამცირებელი ენერგია შემოდის, ვიდრე ნუ ესეც ფსიქოლოგიურად ეხავს, მაგრამ ეს უფრო ეგოს არტყამს პირდაპირ და კირჩხიბი უფრო ემოციებს, აი ხშირად როგორ არის, აი ლილიტი კირჩხიბის ხელში შეიძლება ახლა ზოგს ვთქვამთ, რომ ფსიქოლოგიურად ლამის გავრეკე. ხო, აი ეს ტენდენცია უფრო ამ ლილიტებს ახასიათებთ ხოლმე, ანუ ამ კომბინაციას ახასიათებს. არის კიდევ მაგალითად შავი მთვარე როცა მერწყულში არის, აქ შეიძლება ადამიანს კონდეს განცდა რომ ბევრი ვარ და ავირიე, ვეღარ გავიგე ვისთან ურთიერთობ ჩემ თავთან, იმიტომ რომ მერწყული ეს ჯგუფი არის. აი ჯგუფი მასში ცხოვრობს. ჰერმან ჰესე რო ავიღოთ, ხო, თავისი აი ამ შინაგანი უამრავი ადამიანის პოლარობებით, ხო? აი აქ იქ თუ ლომში არის, აი მე ეგო ფუნქცია, აქ მერწყულში ირევა. ამიტომ რაც არ უნდა იქ ფსიქოლოგიური დიაგნოზები დავსვათ, მაინც რუკაში უფრო ზუსტად ჩანს რა არის აქ მამოტივირებელი, იცით? აი რა არის სუსტი წერტილები ადამიანში, რის გამოც შეიძლება პათოლოგიურ ურთიერთობებში გადავიდა ეს ადამიანი. ან თვითონ უკვე რაღაც პათოლოგიურ აი უკვე რომ შეპყრობილი ხარ შენი პრობლემით, ვერ უმკლავდები, ვერ ხედავ ამ პრობლემებს და უკვე სხვები გჭირდება და იმ სხვებს უკვე მომხმარებლად უყურებ, რომ მოიხმარო, მათ არაფერი არ მისცე. აი ეს არის უკვე ჩვენთან პათოლოგია, როდესაც უკვე ლილიტი ისე არის გაძლიერებული, კარმული, აი ეს მძიმე ენერგია ისე არის გაძლიერებული, რომ აი იუნგი როგორც ამბობს, როგორც ჩრდილმა შეგვიპყრო, დაგვაბნელა და აბსოლუტურად მთლიანად გადასულები ვართ, მაგალითად ამ პათოლოგიურ ფსიქოტიპში, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა უმეტესად ქალები მიყურებთ ხოლმე გოგოები. ჩვენ რო გვიყვარს რაღაც საკუთარ თავზე მუშაობა და გაითვალისწინეთ, როცა გააქვთ პარტნიორულ ურთიერთობებთან რაღაც შეხება და იქ რაღაცებს გრძნობთ და მე იწყებთ, ჩემი ბრალი ხო არ არის რაღაცა, იცით? აი, ჩვენი ბრალი არის რაღაცეები, ყოველთვის არის, თვითკრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან აუცილებელი არის. უბრალოდ აქ იწყება მე საკუთარი ხმის დახშობა. გრძნობებზე უარი ეს თქმა, რომ მე რო გრძნობ, რომ რაღაცა არ არის აქ სწორად, არა, მე უნდა გავაუფასურო, ეს იქნებ სხვანაირად არის რაღაც. ეს არის საკუთარი თავის უნდობლობა. პირველ რიგში, საკუთარ თავთან კონტაქტის უქონლობა, იმიტომ რომ ეს რაღაც უსიამოვნო შეგრძნება ის გვიკაკუნებს, რომ მე სხვა რაღაცა მინდა და შენ მე არ მისმენ, ხო, გარკვეულწილად. ანუ საკუთარ მეებთან ხდება რაღაცნაირად გაუცხოება და ჩახშობა იმის იმედით, რომ იქიდან მეორე მხრიდან რაღაცას კიდევ მაინც მივიღებთ. ეს შეიძლება წლები გაგრძელდეს, შეიძლება ეს დესტრუქცია ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, ნენელა გვტეხავს ეს, იმიტომ რომ მუდმივი ფუსტრირება არის, ენერგიას ვდებთ ისე რომ უკან არ ვიღებთ, იმიტომ რომ უკან ამოღება რო ხდებოდეს, აი ეს შიდა კაკუნი აღარ იქნება, ხო, მაგალითად და ეს შიდა რაღაც, აი ბრაზიც თუნდაც, ხო, აი რაღაცნაირად ავფეთქდი და ვიჩხუბ, რატო ავფეთქდი? რა იყო აქ ისეთი, რომ მე განვიცადე, მე ვერ ვიღებ რაღაცას, არავინ არ არის ისე, რომ ტყუილა აფეთქდეს, ხო? თუ არ არის აქ პათოლოგია, კიდევ ერთხელ გეუბნები, თუ არ არის ნარცისული ველი და ერთი იცოდეთ, ნარცისი, აი რითი შეგვიძლია დიაგნოზი დავსვათ, არასოდეს არ ეტყვის თავის თავს, რომ ჩემში პრობლემა არის.
არასოდეს, ხო? არც ფსიქოპატია მას არ გაკეთებს, არც სოციოპატი მაინც და მაინც, ხო? ანუ ძალიან დიდ პათოლოგიებში როცა ვართ, აქ ჩვენი თვითკრიტიკა არ არის, იმიტომ რომ ნარცისი ეგო იმდენად ცარიელი აქვს და იმდენად შინაგანი სიცარიელი აქვს სრული, რომ აქ რაღაცა პიროვნული მე უნდა იდოს, რაზეც მე რაღაცას შევეხები, რომ მე კითხვები მას დაუსვა. ან ჩემ თავს შევხვდე, აქ ეს არ არის. ამიტომ ისეთი არ უნდა გავიგოთ, რომ ეს ნარცისები რა საშინელებები არიან და როგორ ცუდად გვექცევიან. აქ მთავარი არის, რომ მე რატო შევედი აი ესეთ გატეხილ ადამიანთან, რომელსაც იმდენად უჭირს თავისთავი, რომ მას არ აქვს ახლა ჩემი დრო და ჩემი ენერგია. ანუ მე რო გამიზიარო სითბო, სიყვარული, ამას არ აქვს ახლა ეს გამოწვევა და ეს ენერგია, მას თავისთავი გაჭირვებია. მე რასაც ვაკვირდებოდი ხოლმე ირგვლივ, აი საბჭომ მქონდა ხოლმე ჯგუფურ თერაპიაში რაღაც მოთხოვნილება, რომ აი დაგინახონ სიტყვაზე, ხო? და იმდენად გაჭირვებია ხალხს თავისთავი, რომ არ აქვთ ეს ინტერესი, ვერც არც ესმით ეს საერთოდ და აი ეს რაღაცნაირად მე გვაბრუნებს ჩვენ თავთან და გვახვედრებს, რომ და იპოვო ისეთი ადამიანი, რომელსაც რაღაც დონეზე აქვს მოგვარებული თავის თავთან პრობლემები, იმ დონეზე, რომ შენ დაგინახავს. და შენთან იქნება ჯანსაღი ურთიერთობები უფრო ესე არის, იცით? ახლა აი რაც უფრო ჩვენ შინაგანი გამოწვევები და ბევრი პრობლემები გვაქვს, მით უფრო კონცენტრირებულები ვართ იმ პრობლემაზე, არაცნობიერად, თუნდაც რომ ვერ ვაგვარებდეთ. და იქ სხვისი ადგილი აღარ არის. ენერგია აღარ გვაქვს ჩვენ რომ ვიღაცას გაუზიაროთ, ხო, რაღაცა ყურადღება, გაგება გაუზიაროთ, დავინახოთ სხვა ადამიანი, ამის ენერგია აღარ არის. და აი ესეთ მდგომარეობაში ადამიანთან შესვლა ურთიერთობაში ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ ყველა კარგავთ დროს, ენერგიას, ფუსტრირებაში წახვალთ მაგალითად, ხო? და განსაკუთრებით ეს დესტრუქციული ნარცისული ველი ეს ადამიანს ფსიქოლოგიურად უბრალოდ ეხავს და ანადგურებს. ანუ არის ეს უკვე იცით როგორი რაღაცა, რომ მე უჭერ ძალიან, იმიტომ რომ ნარცისებს ეს აქვთ, რომ უნდა გადმოგიგდონ მე რაღაც, თუ დაინახავს, რომ კარგავს მას ეგრევე ეწყება ეს და მიტოვების შიში ხო გარკვეულწილად ეს დედისგან უარყოფის იმპულსი შემოდის და მე მაქსიმალურად უნდა რაღაცა გადმოგიგდოს, რომ ისევ დაგაბრუნოს თავის ორბიტაზე, ხო? ისევ ჩაგითრიოს აი ამ თავის ხატში, ხო, თავის სცენარში, თავის მოდელში, ხო? და ნუ მე ისევ იწყება თავიდან იქნებ, ღირდეს, იქნებ რაღაცა, ხო? და ამ დროს შენ საერთოდ ვერ ხდები, რომ იქ არაჯანსაღი სიტუაცია არის, საერთოდ ჩაგხლაპავს ეს არაჯანსაღი სიტუაცია, საერთოდ არც უყარხარ ამ ადამიანს, ვერც გხედავს საერთოდ და ის თავის ბავშვობის პროექციებში არის, ხო, მთლიანად. და ესეც მნიშვნელოვანი არის, რომ ესეთ ურთიერთობაში გაჩერება დიდხანს, ეს არის წყლის ნაყვა უბრალოდ და მაგას ვეძახი როგორ რაღაცას იცით, აი სიგარეტს ვინც ეწევა ძალიან ისე აქტიურად და უნდა დაანებო თავი, რომ სიგარეტს მავნებელია, არაფერს არ მოგიტანს, მხოლოდ და მხოლოდ დაგამძიმებს, გაგიბუჭებს ჯანმრთელობას, ნენელა მოგკლავს მოკლედ და ამის დანებებას რაღაცა ის უნდა რა პერიოდი რა გაიჭირვო და გადააგდო. აი ესე უყურებ მე ესე ტოქსიკურ ურთიერთობებიდან ჩახსნას. ან მე იმ ხელას ზიზღი და აგრესია მოდის, რომ ნუ უკვე, მაგრამ აქამდე თუ მიხვედი, უკვე დაშლილი ხარ, მოშლილი ხარ, ხო, გარკვეულწილად. ეს ეხება ოჯახურ ურთიერთობებსაც, მეგობრებო, აქ არ არის მარტო პირად პარტნიორულ ურთიერთობაზე ეს ნარცისული ხასიათი. შეიძლება სამეგობროში იყოს, მე მქონდა ესეთი ხა ესე ვერ ვიტყვი რომ მე ძალიან მეხებოდნენ და დამაკომპლექსეს და არიქა რაღაცა, ხო, მაგრამ მე რო ვაკვირდებოდი ამ ნარცისებს, ხო, რაღაცნაირად აი წინა ვიდეოშიც რო ვთქვი, კონკიას ცხოვრებას რო გადიხარ, რომ უნდა ემსახურო მათ, ხო, რაღაცნაირად და მე ნენელა ხვდები, რომ რატო უნდა მემსახურო და ეს მომსახურეობა არ ნიშნავს მაინც რომ ხა რაღაცებს ფიზიკურად აკეთებ, თუმცა ესეც არის. აქ შეიძლება ემოციურად სულ ცენტრში იყოს ადამიანი. ახლა მე მყავდა მეგობარი, ну ესე რო ვთქვათ მეგობარი, მარტო თავის თავს ელაპარაკობდა, მარტო თავის გარშემო ტრიალებდა და ყველას გვატრიალებდა თავის გარშემო მაგალითად და მე რაღაცას რო იტყოდა, წავედით, თქო, ოკეი, მეც მიყვებოდი ხოლმე, ხო, გარკვეულწილად და მე მივხვდი, რომ აი აქედან მე რას ვიღებ ამ ურთიერთობიდან. ანუ ისეთი მე რო აქედან დავაკვირდი, რატო ვარ ასეთ ურთიერთობაში. მე უკან გავედი, რომ ფონად ყავდნენ ადრე გამოცდილებაში, ბავშვობაში ნარცისები,
რომლებმაც ეს რაღაცნაირად რომ მომცეს როგორც პატერნად, რომ მოდი რა ჯობია აუწყო ფეხი, ვიდრე რაღაცნაირად ახლა მე თან კონფლიქტები არ მოყვარს, რაღაც დესტრუქცია არ მოყვარს და ესე უფრო ადვილია. მაგრამ რის ხარჯზე? აი აქედან მოდის ხოლმე მე რომ აი ამ ადამიანთან ნენელა მივხვდი რომ კაცო მე არ მინდა სულ მის გარშემო ტრიალი, მარტო მის პრობლემებზე საუბარი, მარტო მისი თანადგომა, მაგრამ მე რო გამიჭირდება ღიზიანდებოდა ვინმე რო დაურეკავდა რაღაცის სათხოვნელად, ხო? აი ეს ტიპიური ხა ნარცისი არ იყო ეს ადამიანი, მაგრამ ცოტა ეგოიზმი არის, ხო, გარკვეულწილად, ხო? რომ აი მარტო ჩემ თავზე უნდა ვიტრიალო, მე სხვები არ მიყვარს რა, ხა ვიღაცისთვის შევიწუხო თავი. ძალიან კარგი გამოცდილება იყო ეს ჩემთვის, ხათა შორის, აი ეს მეგობრულ ურთიერთობაშიც არის ესეთი რაღაცეები და მანდაც უნდა დავაკვირდი მე ჩემ ქცევას, რატო შევდივარ ესე ურთიერთობაში. ამ დროს არაფერი აუცილებლობა არ მქონდა, არაფერს არ ვიღებდი. რაღაცნაირად მეწოდებოდა ადამიანი და მე მაქვს ეს პრობლემა რომ მეწოდებიან ხოლმე ზოგჯერ. და რატოღაც გონია რომ ჩემი შეწოდებიდან, ჩემი მოთმინებით რაღაცას გაუკეთებ და ეს ილუზია არის. ვერაფერს ვერავის ვერ გაუკეთებ, იმიტომ რომ ეს თვითონ და ითხოვოს ხო რაღაცნაირად, რომ მინდა დახმარება. და მაშინ დაეხმარე ხარ, რაც არ ითხოვს ადამიანი დახმარებას, ეს უკვე სისულელი არის. ანუ მაგას მივხვდი, ეხლა ცოტა ძველ ამბავს გიყვებით, მაგრამ ეს ყველაფერი გაცნობიერდა და უფრო თერაპიის შემდეგ. და მოხდა, აი ეს საზღვრების გავლება, რომ აღარ მოგცემ ენერგიას, აი ესე ჩემ თავს უთხარი და პირდაპირაც უთხარი სხვათა შორის, რომ ეს არ არის ჯანსაღი, ეს არ არის თანასწორი და მაგარ მინდა რა ეს ყველაფერი და იქიდან დაიწყო უკვე აი ჩემი საზღვრების მშენებლობა, რომ უკვე ნენელა ხვდები, რომ აი ესეთი ეგოისტური ტიპაჟები, რომელიც ითხოვენ, მაგრამ არაფრის გამკეთებლები იქით არ არიან სხვებისთვის და აქ არ არის აუცილებელი ნარცისული ველი, მაგრამ რაღაც ხასიათი ნარცისული აქ მაინც არის და აქ გარკვეულწილად ეს შემოდის განწყობა და სხვათა შორის ამ ადამიანს მზელი ლიტი ჰქონდა აქტიური და აი ეს ეგოს, აი ეს რაღაც ეგოცენტრიზმის თან მეორე სახლში ჰქონდა ეს შავი მთვარე და ეს ვენერას ენერგია არის ხო, რომ მივიღო და არ გავცე. და გარკვეულწილად ამის დადგენაში თავიდან ასტროლოგია დამეხმარა, სხვათა შორის ამ ადამიანის აი ეს პრობლემები რა იყო, რომელიც მე რაღაცნაირად ძალიან მეხებოდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემ საზღვრები სრულად იკარგებოდა, რომ მე არა ვარ ის ადამიანი, რომ რაღაცა ხო ძალიან დამოკიდებული ვიყო ურთიერთობებზე ან მეგობრებზე ან სხვა ადამიანებზე, ძალიან თავისუფალი ვარ და ძალიან პირიქით, რაც უფრო ჩემ თავთან ვარ, მით უფრო კომფორტულად ვარ და მით უფრო გასაკვირი იყო ჩემგან, რა თმინდოდა ხო ეს ყველაფერი და აი ამ პირადი რუკის მეშვეობით მივხვდი უკვე რომ დავიწყე დაკვირვება, მე თერაპიულად დავიწყე დაკვირვება და მე ნენელა მოხდა ჩამოშორება და სხვათა შორის ესეთი ადამიანები ჯდებიან ჩვენ ენერგეტიკაზე ხშირად და ერთხელ მითხრა ვლადიმერ ბენაიძემ ბიოენერგეტიკოსმა, რომ ამ ურთიერთობაში კარგავ დიდ ენერგიას. გეცოდებაო და აძლევ შენ ენერგიასო და იმან ცოტა დავმიგრდი. და მაქედან დავიწყე მერე ესე დაკვირვება. ხო, უბრალოდ ამომიტივტივდა ეს თემა, თუ რაღაცა მახსოვდა. მაგრამ არის უკვე ტენდენცია, რომ შეიძლება ესეთებთან მიზიდო, ხო? ესეთ სიტუაციებში შეხვიდე. და არიან ადამიანები, იცით, ესეთები, რომ ისინი ვერ ხედავენ უბრალოდ, განაცუდი ტიპები არიან. ისინი არიან, მოდი ესე ვთქვათ, როცა გაცნობიერების დონე არის რესურსი შინაგანი ნაკლები, ეს ტრამვები ძალიან ახდენს ჩვენს ზემოქმედებას. აი ეს ჭრთილი ყლაპავს ფაქტიურად თლიანად, ხო? აი მე რო ვაცნობიერებდი, ვთქვათ, რა ხდება? აი რატო არის რომ გაცილებით მძიმე ცხოვრების ადამიანი შეიძლება აცნობიერებდეს ბევრ ამის და მუშაობდეს, ან არ მოხდეს მისი აი ესე სულიერი დეგრადაცია, ხო? და მეორესი მოხდეს, რომელიც შეიძლება ნაკლები ტრავმა ქონდეს, ხო? აი ამას რო ვაკვირდებოდი, ხოლმე მაინც სულიერი ადამიანური კეთილშობილება არის საჭირო შინაგანი. ან თუ არ არის ეს რაღაც სულიერი რესურსი კეთილშობილების, ხო? იქ ძალიან მოწყვლადები ვართ. ძალიან ადვილად შეიძლება აი დაგვიბრმავდეს გონება და თვალები, ხო? ასტროლოგიაში ერთ-ერთი კიდევ ყველაზე დესტრუქციული ასპექტი არის მაგალითად ვენერა ლილიტის შეერთებაც.
და ნუ აი ის რაც გითხარით ვენერა მეორე ისა ლილიტი მეორე სახლში ეს არის ან გაცემა უაზროდ რესურსების და აი კომფორტს რო ვერ პოულობ ურთიერთობაში შინაგანი და ვენერა კიდევ უფრო ძლიერად მუშაობს აქ ვენერა ლილიტის შეერთება ეს არის აკრძალული სიყვარულის განცდა თან რო სიყვარული გინდა. ანუ თან უნდა იყოს ეს რაღაცნაირად ანუ თან სირცხვილის განცდას უნდა ამფლობდეს, ან რაღაც უნდა დავანგრიო ამ ურთიერთობაში აუცილებლად, მაგალითად, ან რაღაც დესტრუქცია უნდა შევიტანო და მქონდეს მომხმარებლური დამოკიდებულება სიამოვნებებთან და ეს სიყვარულიც შეიძლება იყოს, სექსუალური ცხოვრებაც შეიძლება იყოს, აი მომხმარებლური დამოკიდებულება და საბოლოო ჯამში შეიძლება პირიქითაც ამავე დროს იქით იყენებდნენ ამ ადამიანს, გინდ სექსუალურად, გინდ რესურსულად მაგალითად, ხო? და გინდ ენერგიის კუთხითაც, იქით კარგავდეს ენერგიას უაზროდ. ანუ კაცებსაც იგივე ემართებათ, მართალი რო გითხრათ, აი კაცებთან მე რო შემიხედავს თქვათ ლილიტი ვენერას შეერთებაში, აი ეს შეიძლება იყოს რაღაც ალფონსი, ან სიყვარულში რაღაცა ისეთი, სექსუალური, ვნებიანი, მაგრამ ამის იქით მეტი არაფერი არ ქონდეს და ყველა მოიხმარდეს, ყველა ქალი ესეთ კაცს მაგალითად. ოღონდ ეგონოს პირიქით. ანუ რო უყურებ მამაკაც ვენერა ლილიტით და ამის გამოყენება მარტო ესე შეიძლება და თან რო უყურებენ მარტო ეგ მოგდის თავში. ეს უნდა გამოვიყენო. ან მეორე უკიდურესობა, რომ აქვს გზნობები, აქვს ემოციები, აქვს აი იდეალური სიყვარულის მოთხოვნილება და ამას ვერ პოულობს. აი ეს უკვე მაღალსულიერ განვითარებაში რო გითხრათ, ხო? აქაც მაგიტომ გეუბნებით, რომ არის გრადაციები აქაც, ხო? აი აქ ერთი არის დაბალ ვიბრაციაში როგორ ავლენს ეს ადამიანი ვენერა ლილიტს მაგალითად და მაღალ ვიბრაციაში მე სიყვარული მინდა, მაგრამ ვერ პოულობ ამ სიყვარულს, მაგრამ თუ მოვა ეს სიყვარული ის აუცილებლად ან ანგარებით შეხედავს, ან რესურსულად არ ეყოფა ის რესურსი, აი ძალიან კარგი მაგალითი შემიძლია გითხრათ მეთიუ ფერი მსახიობი ვენერა ლილიტის შეერთება და შეუყვარდა ჯულია რობერტსი და ერთად იყვნენ რაღაცა პერიოდი და მეთიუ ფერიმ მიატოვა ჯულია შენ too much კარგი ხარ ჩემთვის ზედმეტად კარგი ხარ ჩემთვისო და ჯობია დავშორდეთ იმიტომ რომ მე უკვე ძალიან მეტკინებაო თან კირჩხიბში ყავდა ეს ლილიტი ვენერას შეერთება აი აქ შეგვიძლია უფრო ესე ავიღოთ რომ იმაზე მეტად შეიძლება ახტეს პირადში. Хорошоში იყო ჯულია რობერტსთან, ხო, ესე რომ ვთქვა, ხო, ეხა მართლა. ნუ ეს ქალი ახლა ბევრად უფრო ისეთი იყო, ხო, ენერგეტიკულად, ვიზუალურად, ანუ უფრო მაღლა იდგა, ხო? და შეეშინდა ფაქტობრივად და სწორიც იყო იდეაში, მაგრამ ესეც შეიძლება გამოვლინდეს ზედმეტი ეგო, რომ რას ეპოტინები იმას, რა ჩენი არ არის. რატო შეიძლება შეგეყვარდეს ან მოგეწონდეს, მე ვერ გაჩავენ იქამდე, ხო? ეს არის ლილიტი, ხო? შეიძლება ვერ გაკაჩო იქამდე, რამხელა ამბიციაც გაქვს, რამხელა გემოვნებაზე სურვილებიც გაქვს, ხო, სადღაც, ხო? ეს ვარიანტიც არის, ხო, ვენერა ლილიტის შემთხვევაში, აი კლასიკურ ფორმულებს გიყვებით აქ და ის არის აი უფრო აი დრამატული მხარე ვენერა ლილიტის, მაგრამ აი პირველი დონე რო ვიძახით, ეს არის ალფონსი, რომელიც ეპოტინება ქალებს გონია, რომ იქ რაღაც ატრიალებს თავჭკოში და ამ დროს იმის იქით რესურსი არა, აქეთ ატრიალებენ მას ქალები. ანუ იქით რესურსი რაც გულისხმობ, იცით, ვენერა ხო სიყვარული არის, ეს არის ღრმა ემოციური ურთიერთობები მაგალითად, ხო? და ამ წერტილში ვერ მიდის და აი მხოლოდ იმ ფლირტით იკმაყოფილებს თავის ვენერას სურვილებს და თან არაცნობიერი ხდება რომ ეს რეალურად ის არ არის რაც ჯანსაღი უნდა იყოს, რაც სწორი უნდა იყოს, რაც ავთენტური უნდა იყოს, ხო, შინაგანად და მაინც აქ მიდის მერე კიდევ უფრო ფრუსტრაცია, კიდევ უფრო დაბალი თვითშეფასება ოღონდ არაცნობიერში და კიდევ უფრო ხაც ესეთ არასწორ ურთიერთობებში შედიან. მაგალითად, ალენ დელონს ყავდა ვენერა ლილიტის შეერთება და სელენასიც სხვათა შორის და ნუ აი ის რომ მან გული ატკინა რომი შნაიდერს ძალიან ტიპიური ვენერა ლილიტის შეერთების ენერგეტიკა არის, ხო, სადღაც კარმული ვალები სიყვარულში. ან მე აუცილებლად ეს ფრუსტრაცია უნდა გავიარო, მე უნდა დავმცირდე სიყვარულში.
ან ისევ იგივეს ვაკეთებ, რომ მე მაგ არაცნობიერი აგრესია ქალებზე, კაცების შემთხვევაში და მე მათ ვსჯი გარკვეულწილად, ოღონდ მე ესეთი განცდა მაქვს თორე შეიძლება ვერაფერსაც ვერ ვსჯი, თუნდაც აი ეს გადაჭარბებული ან სექსუალურობა იქნება, მაგალითად ან ეს აი მომხიბვლელობა ზედმეტი, ეს არის манипуляცია, რომ მე სადღაც დავსაჯო, ხო, ეს ქალების სიტყვაზე, არ მივცე ის სიყვარული, მაგალითად, რასაც ითხოვენ, ხო? და აქ როგორც წესი კარმულ ასტროლოგიაში გავდივართ, კარმულ ასტროლოგიაში ის რომ ლილიტი ვენერას შემთხვევაში ამ ადამიანს ძალიან ეტკინა, ნუ ჩხუბობთ გოგოებო. ჩემი ფისოები. კარმულ ასტროლოგიაში აქ მივდივართ იქამდე, რომ ამ ადამიანს ძალიან გული აქვს ნატკენის სასიყვარულო სფეროში, ძალიან დიდი ფრუსტრაცია მიიღო და ეხლა ან შურისძიებაში არის, ან იგივე უნდა ჩაუტარდეს ისევ ფრუსტრაცია, ისევ გულის ტკივილი და ამ შემდეგ. კარმული ასტროლოგია ცოტა სხვა რაღაცას ამბობს, ვიდრე ფსიქოლოგია ხოლმე. ამიტომ განსაკუთრებით თუ ლილიტი არის ხოლმე მეგობრებო ჩართული სასიყვარულო თემატიკასთან, ვენერასთან, ზესთან, ლომის ზონაში, კირჩხიბის ზონაში მაგალითად, ხო? ნუ აქ უკვე ხვდებით გარკვეულწილად, რომ ეს რაღაც პირადთან ძალიან არასასიამოვნო თვლინდება, აქ შეიძლება უკვე არასწორი გაგებები იყოს პირადი ურთიერთობის და გარკვეულწილად რამვის ალბათობა ძალიან მაღალი არის, ხო? რაღაცნაირად დესტრუქციის ალბათობა ძალიან მაღალი არის. იმას არნიშნავს, რომ სხვა კომბინაციებს პირადთან არა გამოწვევები, მაგრამ უშუალოდ ეს კომბინაციები პირდაპირ მიანიშნავს კარმულ ვალებს, ესე ვიძახით. ფსიქოლოგიურ ასტროლოგიაში ეს არის ოჯახური ვალები, ოჯახში რაღაცა ხდებოდა, მაგალითად, ახლა ვენერა ლილიტის შემთხვევაში ძალიან ბევრი მიეცა ადამიანს და მას არ აქვს განცა, რომ უნდა გამოიმუშაოს რაღაცეები, ხო? ანუ უნდა მიიღოს ყველაფერი ისე, რომ არ გასცეს. და ამ შემთხვევაში ეს უკვე ოჯახური პატერნები არის რაღაც არასწორი სადღაც, ხო? ანუ რესურსებთან, ან გრძნობებთან, ან ენერგიასთან არ იყოს სწორი ურთიერთობა, ხო? აქედან მოდის მე ეს ყველაფერი. თუ არის აქ მთვარე ჩართული, ან კირჩხიბის ენერგია, ეს არის უკვე ფსიქოლოგიურად არ იყო ოჯახში ეს ზრუნვის თემატიკა, ფსიქოლოგიური უსაფრთხოება არ იყო, ხო? რაღაცნაირად არ იყო აქ აი ეს ელემენტარული ეს ორალური ეს ფაზა ხო არ იყო ჯანსაღად დაცული მაგალითად დედა-შვილს შორის ან ოჯახსა და შვილს შორის ჯანსაღი ურთიერთობა არ იყო ან იყო გადაჭარბებული მიჯაჭვულობა და აი არ ვიცი ოჯახი რო არის ისეთი უსაფრთხო რომ გონზე არ არის ადამიანის ცხოვრების ხო გარშემო რა ხდება ანუ პატარა ბავშვობაში რო არის ჩარჩენილი ადამიანი ისე რომ მე სხვებს ყოველას დედა დაღიქვამს და ლომის შემთხვევაში ეს არის პატარა ბავშვი, ასევე, ოღონდ ცოტა უფრო მაღალ ასაკში, რომელსაც არ აქვს პასუხისგებლობის განცდა, პარტნიორს აბრალებს ყველაფერს მაგალითად, ხო? პარტნიორში დებს, შენ ხარ აქ, შენში არის აქ პრობლემა, მე ოკეი ვარ, ხო? ანუ არასწორად გადანაწილებული პასუხისგებლობა, ხო? გარკვეულწილად, ანუ ის რომ შენი წილი გაქვს პრობლემა, მე ჩემი წილი არა, ამათ აქვს, რომ აი შენში არის პრობლემა, მე ოკეი ვარ ძალიან. ან მეორე უკიდურესობა შეიძლება იყოს პოულობდნენ ნარცისებს. და მათი არასრულფასოვნების კომპლექსი, მათი აი ეს არაჯანსაღი ეგო თამაშდებოდეს პარტნიორით მაგალითად, ხო? და ეს არაჯანსაღი ეგო, არაჯანსაღი, არაადეკვატური თვითშეფასება, სადღაც უნდა დაბალანსდეს, ხო? ანუ მეორე მხარე ცდილობს, რომ აჩვენოს, რომ შენ ფაქტიურად აქ ხარ. სადღაც, ხო? არაადეკვატურ თვითშეფასებებში. და აი ეს კარმული ასტროლოგია პირად ურთიერთობებში ცოტა სხვანაირად ვლინდება, მეგობრებო, აი თუ არის სატურნული ენერგია აქ ლილითთან ჩართული, ან მეათე სახლი ეს პასუხისგებლობებია პირად ურთიერთობაში, მამიკოს როლში შედის აქ ვიღაცა. ქალებს განსაკუთრებით ეგ ემართებათ, რომ აი მთვარის ტიპაშის კაცი, რომელიც ბავშვია ჩვეულებრივ და მე მისი მამიკო ან დედიკო უნდა გავხდე, ხო? ესეც პათოლოგიური შეხედულებები არის, ან პასუხისგებლობას ვიღებ. ოღონდ ჩემ თავზე არ ავიღო პასუხისგებლობა და ყველაზე ვიღებ. ან არაადეკვატური შეგრძნება, რატომ გონია, რომ მე მაქვს უფლება ვიღაცა ესე ავიყვანო და ვიზრუნო მასზე. ხო? რატო დათურ სამსახურს რატო უწევ ამ ადამიანს, ხო? აი ესეც არის ხოლმე ხშირად პრობლემა.
და პირად ურთიერთობებში აი სუფთა ასტროლოგიური კომბინაციებით, აი აქ შავი მთვარე როცა არის ჩართული, ეს უკვე პათოლოგიებთან მიდის, ეს უკვე დრამასთან მიდის, შეიძლება პათოლოგია ხა ესე გამოკვეთილი არ იყოს, მაგრამ აი აქ უკვე გასაგები არის რა, რომ ეხლა მე თუ ჩვეულებრივი რუკა მაქვს, ჩვეულებრივი ასპექტებით და უცებ ვიწყებ ურთიერთობას შავი მთვარე ვენერასთან შეერთებაში. აქ უკვე გასაგები არის, ხო? კაცის შემთხვევაში რა დესტრუქცია იქნება, ქალის შემთხვევაში რა დესტრუქცია იქნება, ხო? შეიძლება მაგალითად ქალის შემთხვევაში გააუფასუროს მამაკაცის რესურსები, ან პირიქით გაადიდოს, რომ აი ამის გამო დავიწყე მასთან ურთიერთობა, რომ მე კომფორტულად და კარგად ვიყო, ან მატერიალური ესენი ხდება რაღაც რა მიჯაჭულობები, აქცენტირება, ხო, რომ მე მაგ კომფორტულად უნდა ვიყო, კომფორტის ძიება, მაგრამ ამ კომფორტში იმხელა დისკომფორტი, რომ ამას ვერ ხედავენ მე, რის ფასად შეიძლება დამიჯდეს მე ეს კომფორტები, ხო, გარკვეულწილად. აი ესე შეიძლება გამოვლინდეს, თუ არის მთვარესთან ურთიერთობა, ეს ადამიანი ემოციურად ვითომ ზრუნველი შეიძლება იყოს, ვითომ ძალიან ესეთი გრძნობიარე, მაგრამ მე როცა დამჭირდეს ის ემოციური გაგება არ მომცეს. ან გადამეტებული ემოციური გაგება მომცეს და ის არ იყოს ემოციური გაგება, ის იყოს პროექცია, რომ მე სადღაც ჩემ ტკივილს ხოვრობ სხვაში, ხო? ანუ აქ ძალიან დასაკვირვებელი არის ეს ასპექტები, კარმულ-ასტროლოგიაში თუ გადავალთ, იმიტომ რომ ეს ადამიანის ენერგეტიკა არის, ეს არის ლილიტი აკეთებს, მე ამას ყველა პლანეტაზე ჩაგიწერთ ისე შავი მთვარე პლანეტებთან რომ შემოწეხა ჩემს ასტროლოგიურ სკოლაში ამას გავდივართ თერაპიულად საერთოდ განამარტო თეორიას გავდივართ თერაპიულად ჩვეულებრივი თერაპია ჯგუფური თერაპია მიდის როგორც კი დავინახავთ ხოლმე იქ ასპექტებს შავი მთვარის იქ ვიწყებთ ტრავმებზე საუბარს ამ ტრავმებზე მე იქ სხვა ენერგეტიკული პრაქტიკები შეიძლება დაგვეხმაროს ენერგეტიკული კონტაქტი ამ ტრავმასთან ძალიან ბევრი პრაქტიკები არის და ჩვენ ახლა ოქტომბერ-ნოემბერში მექნება კურსი ასტროლოგიის, სადაც თავიდან ახალი ჯგუფი პირდაპირ ფსიქოთერაპიულად ვასწავლი ასტროლოგიას, იმიტომ რომ სხვანაირ ერთადერთი მე მაქვს ესეთი კურსი ასტროფსიქოლოგიის, სხვათა შორის, იმიტომ რომ აქ ფსიქოლოგიური მე ფაქტობრივად 10 წელი სწავლობდი ასტროლოგიას კიდე ცალკე თერაპიულად, ფსიქოთერაპიულად და ჰიპნოთერაპიულადაც და ეს უნიკალური გამოცდილება ვახდენ გაზიარებას ამის ჯგუფთან ერთად და მან გავდივართ უკვე თერაპიულად. მე შემიძლია უბრალოდ როგორც ინფორმაცია ისე ჩაგიწეროთ, როგორც ახლა გიწერთ ხოლმე ვიდეოებს, თუმცა ამის გაცნობიერება და სხეულებრივად შეგრძნება ხდება ხოლმე უკვე კურსზე, მაგალითად ან ჯგუფურ თერაპიებს ახლა მექნება დაახლოებით 10 დღეში კარმულ ასპექტებზე, ზუსტად ამ სელენა ლილიტის ღერძზე ჯგუფური თერაპია 6 კაცზე მეც მაქსიმუმ 7 კაცზე მეც არ ვიღებ ხოლმე ესე ჯგუფურ თერაპიებზე და მთელი დღიანი ინტენსიური ჯგუფური გაცნობიერება პირადი რუკებით მაქვს ხოლმე რომ იცხოვროს ადამიანმა ის რაზეც ვლაპარაკობ. ან თუნდაც ის როლი, როცა შავ მთვარეზე ვლაპარაკობთ, აი ეს მეორე ეგება და პასიურ როლში არის და აუცილებლად მიიზიდავს აქტიურ ფაზაში მქონე ადამიანს და აი ესე შეიძლება გავაფრთხილოთ ჩვენ ხო რა შეიძლება აქ პრობლემა იყოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარვე კარმული ასპექტების დანახვა, უკვე ვიცით სცენარი, სად წავა. ხო განვით ჩემთან მოდიან ძირითადად უფრო სხერპლის ტიპაჟი ან კონსტრუქციული ადამიანები. ნარცისი ან პათოლოგიის მქონე ადამიანი არ მოვა. უბრალოდ არ დასვამს კითხვას, რომ მას რამე პრობლემა აქვს და უფრო მეც გეტყვით, თავს დაიცავს ყველანაირად, რომ მან არ გაიგოს არაფერი. საერთოდ, ამიტომ ჩემთან არ მოდიან ესეთი ხალხი. მოდიოდნენ უფრო აი ესე გარშემო და მადლობელი ვარ მათ იმიტომ რომ მასწავლეს, რომ თურმე ესეთი ხალხიც არსებობს. და თურმე მე რო ესე უყურებ რაღაც სამყაროს, ესე არ არის. და დამკვირვებელიც ვარ, ახლა გამოჩნდებიან ხოლმე ესე ნარცისები, ასე თუ ისე და ვაკვირდები, ვსწავლობ, ჩემ ქცევას ვსწავლობ პირველ რიგში მათთან, აბა როგორ არის კიდევ ის დათმობებზე წასვლა ურთიერთობაში, ან გატარება რაღაცეების და უკვე საზღვრებს ვიცავ. ანუ ამ ადამიანებს უკვე ფაქტობრივად ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიყენებ საკუთარ თოზე დასაკვირვებლად. და არა ის რა ხმლით დავდგე და ეხა თავები წავაცალო, რომ არ მომეკაროთ, ხო არა, პირიქით მოვიდნენ
აბა ნახოთ გამოწვევა გავაკეთოთ ჩემ თავთან, რამდენად გავიგე, რამდენად შევიცვალე, რამდენად დავიცავ უკვე თავს სიტყვაზე ამ ხალხისგან და საბოლოო ჯამში ამ ხალხისგან კი არა არაფერი არა გვაქვს, რამდენად ჩემ თავთან კონტაქტი მაქვს და რამდენად ჩემს შინაგან სურვილებს და მე ვხედავ და ვიყენებ ამ რესურსებს, რაც ჩემში არის, ხო? იმიტომ რომ ყველანაირი რესურსი არის ჩვენში. ჩვენ შეგვიძლია ყველანაირ პრობლემას გავუმკლავდეთ, თუ ამ მეებთან გვაქვს კონტაქტი. აი საკუთარ მესთან თუ გვაქვს კონტაქტი, დაველაპარაკებით საკუთარ თავს, ახლა წინაზე ისეთი ლამაზი გოგო მყავდა, უსაყვარლესი, ულამაზესი, რომელიც გადაეყარა ესე ჩემი აზრით და ჩემი ინტერპრეტაციით ნარცის, რუკაც ნახე ყველაფერი და ახლა მე დარწმუნებული ვარ მაგაში, მაგრამ დავიტოვოთ 1% რომ შეიძლება ვცდებოდე და ცით როგორ რაღაც იყო, ეგრევე მივხვდი რომ აქ რუკა არა. აქ პირდაპირ თერაპია იყო საჭირო და შევხვდით ამ მეებს. შევხვდით იმ წერტილებს, იქ უკმაყოფილოს, იქ შერიგება რო უნდა იმეს, იქ სევდამეს, იქ გაცოცხლებულ მეს, რომელიც გახარებულია რომ დაასრულა ეს ურთიერთობა და იქ დრო რო დაკარგა იმ მეს და ყველას დაველაპარაკეთ, ყველასთან მოვახდინეთ მოსმენა, რა უნდათ მათ, რას გვაძლევენ, რა რესურსებს აძლევენ ამ ადამიანს და პირველი რაც იყო ეს ცრემლები, უცებ რომ პირველად მქონდა ჩემ თავთან კონტაქტიო. პირველად გავედი თურმე მე ვარ. და აი ეს მე რო არ არის, ამ მესთან კონტაქტი რო არ არის, ოღონდ ემოციურ შეგრძნებადობად და არა ტვინით, აი მაშინ შევდივართ ესეთივე დაკარგულ ტიპებთან, ხო? და ვკარგავთ მე მეს კიდევ უფრო მეტად. და ზუსტად ვიცი, რომ ამ კონსულტაციის მერე ეს გოგო აღარასოდეს აღარ დაკარგავს მეს. აი, უბრალოდ ისე გააქტიურა საკუთარ თავში დაცვითი მექანიზმები, პოზიტიური დაცვითი მექანიზმები, რომ ისინი უკვე შეახსენებენ საკუთარ სურვილებს და მეს აღარ დააკარგვინებენ. ეს ესე ხდება ხოლმე როგორც წესი. ჩვენ ერთხელ თუ შევხვდით ჩვენ თავს, ოღონდ ღრმა თერაპიული კონტექსტით, არა იქ მამიკოზე ვილაპარაკოთ თერაპიაზე, მე აქ გეუბნებით, აი სერიოზულ ენერგეტიკულ კავშირს საკუთარ მესთან. ზუსტად ვიცი, რომ ის უკვე შეცვლის თავის ცხოვრებას. იმიტომ რომ მაქვს 15 წლიანი გამოცდილება, 10 წლიანი უკვე ესე აქტიური და ხედავდი, რომ როცა დაიძრა ეს, შემდეგ უკვე სხვანაირად წავიდა ეს ცხოვრება, ან დროც მაქვს ამისთვის, დიდი დრო გამოცდილების, რომ ამას თვალს ვადევნებდე, რამდენად სწორი არის ის, ვთქვათ, ხო, რასაც ვამბობ, ხო? ამიტომ ესეთი ურთიერთობები ძალიან ბევრს გვასწავლის ჩვენ თავზე. და რაც უფრო მალე გავთიშავთ იმ ადამიანს განხილვიდან და ჩვენ თავს დაუბრუნდებით, რა ხდება ჩვენში? რა თვითშეფასების კრიზისს გვაჩვენებს აქ ეს სიტუაცია და ჩვენც ესე დავინახავთ, რომ გამოვიყენოთ ეს ადამიანი საკუთარ თავზე სამუშაოდ. და არა ცრემლებში, ისტერიკაში, იქნებ მომწეროს, იქნებ დამირეკოს. ეს სისულელი არის ეს ყველაფერი, მეგობრებო, აქ ერთი და იგივე წყალს ვნაყავთ. უნდა იყოს დაბრუნება საკუთარ თავთან. ეს არის ჯანსაღი მიდგომა, განვითარებაზე ორიენტირებული და არა ტკეპნა, მერე მათ გადავდივართ პლუტონურ, მურიელურ ენერგიას ვეძახი, ოღონდ არ არის აუცილებელი ეს კონდეს ადამიანს, ანალურ სტადიაში. აი რაღაც გაჭედვა რო ხდება. რომ აი მარტო მაგაზე რო ფიქრო მეტი არაფერზე მაგალითად, ხო? ოღონდ დაბრუნდეს და გაშვება არ გინდა, მოდი ისე ვთქვათ, ხო რაღაცნაირად ამ სიტუაციის გაშვება რო არ გინდა, მე მანდ გადავდივართ ფროიდისეულ ანალურ სტადიაში და ეს ყველაფერი რაღაცნაირად იცით როგორ არის, ამოჭამს თავს მაინც, მაგრამ ბევრ დროს გვაკარგვინებს უბრალოდ და ტყუილთან უაზროთ და უბრალოდ აი რაღაცები უნდა გაუშვათ, რაღაცები რა ჩვენი არ არის უნდა გაუშვათ, ხო? და ჩვენი არ არის რა ის სადაც ჩვენ ავთენტურ მესთან დანაკლისში ვართ, ხო? იქ სადაც ჩვენ არ ვიღებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა და უფრო სხვის გარშემო ვტრიალებთ, ვიდრე ჩვენი თავის გარშემო. უფრო მეც გავცემთ, ვიდრე ვიღებთ, მაგალითად, ხო? და უბრალოდ ის არ არის, ვინც გვინდა და გვჭირდება. და აქ კარგავთ უბრალოდ დიდ ენერგიას, უაზროდ ენერგიას. და ერთი იცოდეთ, რომ პირადი ურთიერთობები ეს არ არის უპირობო სიყვარულის ზონა.
ძალიან პირობითი არის პირად ურთიერთობებში სიყვარული და ურთიერთობა. მე პარტნიორს ხა რა არის აქ პირადში ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უნდა ვითარდებოდეს რა ის ყოველთვის ფორმაში იყოს რომ მეორე პარტნიორს რაღაცა მისცეს. ანუ ეს არ არის უპირობოდ, უბრალოდ კაი ტიპი ვარ და არაფერი არ გავაკეთო იმისთვის რომ შენ გიყვარდე და უბრალოდ მე თავდაჯერებული ვარ რომ მე ხა არის ხოლმე პროპაგანდა მაგალითად თერაპიაში რომ შენ ისედაც კარგი ხარ, შენ თვითკმარი ხარ და შენ იმსახურებ სიყვარულს. არაფერსაც არ მიმსახურებთ თუ რაღაცას არ ვაკეთებთ. ან წარმატებულები უნდა გავხდეთ, ან უფრო ლამაზები უნდა გავხდეთ, ვიდრე ვიყავით. უნდა მოუაროთ ჩვენ თავს, უნდა ვიზრუნოთ ჩვენ თავზე ფიზიკურადაც, მენტალურადაც, ინტელექტუალურადაც, ხო, რაღაცებში უნდა განვითარდეთ. აბა ესე უპირობო სიყვარული, უბრალოდ კაი ტიპი ვარ და ხა მე ვიღაცა უბრალოდ ესეთი უნდა შევუყვარდე, ეგრე არ ხდება. და ვისაც ესე გონია ძალიან მეამიტი არის და მოუწევს ამასთან შეჯახება, ილუზიასთან შეჯახება, რომ ეგრე არ ხდება, ხო? და თუნდაც რომ დავიწყო პარტნიორთან ურთიერთობა, 20 წელი იგივე არ უნდა ვიყო, 10 წელი იგივე არ უნდა ვიყო, 3 წელი იგივე არ უნდა ვიყო, მეც უნდა ვითარდებოდე, სულ უნდა უმტკიცებდე პარტნიორს, რომ მე ვითარდები და მე ღირვარი იმათ, რომ შენ ჩემთან იყო, ხო? იქ იქნება ურთიერთობების კუთხით, იქნება ჩემი როგორც ინდივიდი ვითარდები მაგალითად, ხო? ადამიანები ვართ, როგორც იცით, ყველაფერს აქვს თავის ფასი, საერთოდ. როგორც მაგალითად ლამაზი ბეჭედი, ორიგინალური, ძვირფასი, შეიძლება ძალიან ძვირი ყიდეს, მაგრამ აი ესეთი არაფერი რო არ არის იაფი. აი ესე არის ადამიანებიც, გულახდილად რო გითხრათ. ეხლა თვითონ ადამიანი კი უნიკალურია და მას თავისთავად უნდა უყვარდეს, როგორიც არის, მაგრამ თუ იმაზე მიდგება საქმე, რომ ეს ხასაც უნდა უყვარდე, იქ მაშინ რაღაცები უნდა გავაკეთოთ. რაღაცები უნდა შევცვალოთ. კი, უნდა დამინახოს და შემიყვაროს როგორიც ვარ, მაგრამ მე თუ ხარ არაფერი არ გავაკეთე და არ მუშაობ ჩემ თავზე, ხო, ეს არის ილუზიები უბრალოდ, ხო? ანუ ყველაფერს აქვს თავის ფასი. და ამ ფასაც ჩვენში მომატება ჭირდება. ახლა მე არ გეუბნებით, რომ იმისთვის უნდა გავაკეთოთ, რომ პირადში ვიღაცა გვყავდეს. არ არის მაგაზე. აქ იმაზე არის, რომ ამაში ვითარდებით ჩვენ, აქ ვიწვრთნებით და შეიძლება არც უნდადეს ადამიანს არავის გამოჩენა, მაგრამ ის რომ მას ფასი აქვს, ეს არის განვითარება ადამიანს. და თუ ახლა განვითარება არ უნდა, ან ენერგია არ აქვს, მოიგონებს მიც, რომ ის იმსახურებს უბრალოდ სიყვარულს, ხო? და უბრალოდ არ გამოჩნდა ისეთი. ეს არის მითი უბრალოდ, ხო? ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი ფასი და თუ არ მოგწონს ჩვენი ფასი, უნდა ვიმუშაოთ ჩვენ თავზე. ხო, გარკვეულწილად. იქ მიღწევებით, კარიერით, ზოგჯერ მე რასაც ვაკურდები ხოლმე, აქ ყველაფერი, მაღალი ფასიც აქვს, უბრალოდ შიგნით განცდადობაში არ არის ეს ფასი. ჩემთან უფრო ეს კატეგორია მოდის, რომ ძალიან წარმატებულიც არის, ძალიან ლამაზიც არის, ძალიან ჭკვიანიც არის და არ ხდება დაფასება მამაკაცებისგან, იმიტომ რომ არ შედის იმ მამაკაცებში. ახლა მეორე კუთხით, რომ კაცი, რომელიც ძალიან არის თავის პრობლემებში, რაც არ უნდა ის რაღაც დიდებული დაუდო წინ, ვერ დაინახავს იმას, ხო? ეგრევე შეიძლება ჩაერთოს, რომ მინდა, მაგრამ მე ამისთვის არაფერი არ უნდა გავაკეთო. რომ ეს მივიღო, რაც მე მინდა. ხო, არც ესმის, რომ რამე შეიძლება გააკეთოს. უფრო ფემინურ კაცებს ემართებათ ეს, უფრო მეართვი, ვიდრე ამისთვის იბრძოლებს. და მე თქვენში კი არ არის პრობლემა, იმ პარტნიორში არის პრობლემა, რომელიც ფემინურ ენერგიაზე ზის და ყველანაირი ეს მომხვეჭელობა კი არა, ეს მომპოვებლობა, მამაკაცური დრაივი გამქრალი აქვს უბრალოდ, ხო? და მე შეიძლება დაგივარდეთ თვით შეფასება და არაფერს ვერ შერახეთ თქვენ, უბრალოდ ობიექტის მას თავის პრობლემები აქვს და ვერ ხვდება, არა აქვს ის მამაკაცური ენერგია, რომ და იბრძოლოს რაღაცისთვის. ხო? ამაში არის საქმე, ამიტომ იმდენი რამე არის გასაანალიზებელი პირად ურთიერთობებში, ჩვენში მაგალითად, ხომ? იქ პირადი რუკაც გვეუბნება ბევრ რამეს, ახლა მე მაგალითად ამას ბევრ რამეს ჩემით ვერ მიხვდებოდი, რომ არ მქონდეს ასტროლოგიური რუკა, ხო? ანუ მე აქედან გაცილებით სწრაფად ვახდენ ბევრი რაღაცის გარკვევას, ვიდრე უნდა გამერკვია ეს წლები ურთიერთობებში, ხო? ახლა ვისაც საერთოდ არ მაქვს ახლა ესეთის ამდენ დრო. რა თქმა უნდა, ახლა რუკა უფრო მარტივად მეუბნება, თქვა ძალიან ბევრ რამეს, ხო? და თქვენც ძალიან ბევრ რამეს მარტივად გეტყვით. ამიტომ ახლა ეს იყო ძირითადად რაც მინდოდა მე თქვა. შეგიძლიათ კომენტარებით დამიწეროთ, მოიწონდეთ ვიდეო.
დამილაიქოთ ხოლმე ვიდეოები და შემდეგ კიდევ საინტერესო თემა მაქვს ლილიტის ასპექტები პლანეტებთან, ეს მინდა გაგირჩიოთ და დაგემშვიდობებით მაშინ დროებით.